დღეს გვექნება გრანდიოზული ჩელენჯი და რატო იქნება დღევანდელი ჩელენჯი მაინც და მაინც გრანდიოზული, იმიტომ რომ დღეს მე და ქრისტი მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს შევეჯიბრებით წონის მომატებაში და გავიგებთ ვინ უფრო გასუქდება ხალხო. მე უფრო მეტი პოტენციალი მაქვს, ისაც გასუქებული ვარ და უფრო მოვიმატებ. დიდი კუჭი მაქვს უკვე. შენ ძალიან გასუქებული ახლა რო ხარ? კანი ფიზიკურად ვეღარ გაიწევა, ხვდები და აღარ ჩაეტევა შიგნით საჭმელი, კანს აგახევი ხო? მაქსიმუმზე ხარ გასული. აგახევ კანს უნდა მოსოიყო, მაგას ნუ მეუბნები. კომენტარებში ყველამ დავწეროთ ქრისტი არის მსუქანი. ანუ კი, რა თქმა უნდა, მსუქანი ვარ, მაგას მე ვაღიარებ. ქრისტი განძი, გიორგი ბანძი დაივიწყეთ. ქრისტი მსუქანი, გიორგი გამხდარი. ეს დაწერეთ. #ქრისტი მსუქანი, გიორგი გამხდარი. ვიზე რასავენ უკანონო მიშენება გავდნი კაცი. რა დადნი გიორგი გაერთიანებული კისერი და უკანი. დღევანდელი გასუქება იქნება წინა გასუქებებისგან განსხვავებული. იმიტომ რომ ქრისტი ისედაც 20 კილოთი მეტია. ხო, კაი, გაგზეთ. რადგან ჩვენ თვითონ ვერ ავირჩევთ რისის ჭამა შეგვიძლია და რისი არა. ამიტომ დავატრიალთ რულეტკას და ის აგვირჩევს რა შეგვიძლია რომ ვჭამოთ. მზად ხარ გიორგი? მზად ვარ ქრისტა, შენ მზად ხარ აწონვისთვის? ანუ უყურე აწონვისთვის მზად ხარ ხალხი შეაში რომ რამდენად მსუქნე გაგიჟდეს ხალხი. ერთი წამი უყურე. ამ მომენტამდე ხო მე ფიქრობდი ეს დღეები როგორ უნდა გვეთქოდა. მოდით იცი რა ვთქვათ რომ მე მოვიტყუები რომ ესე არაფერს არ დაარგვალებ, პირდაპირ ვიტყვით რამდენი ხარ კილო. მოკლედ, სანამ დაიწყება ჩვენი ვიდეო, ტრადიციულად გამოიწერეთ ჩვენი არხი, ავიდეთ, რაც შეიძლება მალე 200.000 გამომწერზე, მე მჯერა თქვენი რომ ავალთ 200.000 გამომწერზე. ასევე დალაიქეთ ეს ვიდეო და დაწერეთ კომენტარებში, ხალხო, დაწერეთ კომენტარებში შემდეგი რომელი ვიდეო გინდათ. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ მოგინდებათ ტყეში გადარჩენა და თუ ბევრი კომენტარი იქნება რომ ტყეში გადარჩენა გვინდა, მე და ქრისტი გადავიღებთ ძალიან გრანდიოზულ ტყეში გადარჩენას. ისეთი რაღაცეები მაქვს მოფიქრებული, გაგიჟდებით. მოკლედ, დავიწყეთ აწონვა ქრისტი. დავიწყეთ. სუქანი. გიორგი, ხელი რო აიქნიე. ტორნადო წამო იმ ხელი გაქვს უკვე, სიმსუქნის. ამდენ ნუსუნთქა, რომ ხალხი დაიხოცა ქრისტი, ჰაერი არ ყოფნის ხალხს ირგვლივ. გიორგი, გესური რაღაცას სუქანი. მოგკლავ. დადგა ჩემი აწონის დრო და არ მინდა რომ ავიწონო, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან დიდ ციფრებს დამიწერს სასტორი. მეშინია. ჩემი გული ვერ გაუძლებს ხალხ ამას. იმიტომ რომ ვიცი რომ მოვიმატე, თან როგორ მოვიმატე, სადაც 1-20 კილო მაქვს მომატებული. სასტორი საერთოდ გამიძლებს? ფიქრობ რომ ვერ გამიძლებს. კაი, მოდი აღარ დავაყარებ და გავიგოთ რამდენი ტონა ვარ. ოკეთ? ეს აუცილებელია რომ ვთქვა? ანანა ხო? მოდი ვთქვათ რომ 50 კილო ვარ, მართლა 50 კილო ვარ და ამის მე რასაც მოვიმატებ იმას მივიწერ, მართლა მივიწერ, არა 50 კილო ვარ, პლუს 20 კილო მიამატეთ მაგას და 67 კილო ვარ გიორგი რა და ამ წონას რა თუ დავადოთ რა 67-ს რომ ამბობ თუ დავადოთ რა და ციფრებით ამოაგდეს სადმე არ მინდა ჩემი სიტყვებით გაიგონო რომ სუქანი ვარ. კაი, მოკლედ, ამ დღის მერე მე პირობას ვდებ რომ 4 თვე, 3 თვე, კაი 2 თვე დიეტაზე ვიქნები, 1 თვე. დიეტაზე ვიქნები. და დავიკლებ 20 კილოს. ვირბენ, არ შევჭამ და ვიქნები ტანწერწეტა. 40 კილომდე ჩამოვალ. კაი 50 იყოს. და ერთი მოდი აქ და შენ დადექი აქ და ნახოთ რამდენი კილო ხარ. ხარ 1-5 ტონა. დადგა ჩემი აწონვის დრო და მე დარწმუნებული ვარ რომ კარგ ციფრებს ვაჩვენებ და იცი რატო ვაჩვენებ კარგ ციფრებს? იმიტომ რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მინიმალური საჭმელი ვჭამე და საღამოთი ფაქტიურად არ მიჭამია რომ დღეს რაც შეიძლება ნაკლები წონა აჩვენოს ამ სასწორმა რომ მე რაც შეიძლება მეტი მოვიმატო. ხვდებით ჩემ ლოგიკას, ხვდებით ალბათ. კაი, მოდი დავდგეთ და გავიგოთ რამდენი ვარ. და მე ვარ 89,900. ხომ კაი წონა ვაჩვენე მეთქი. მე მგონი პირიქით მოვიმატე გუშინ თუ რა ხდება. ამ დღეების წინ უფრო ნაკლები ვიყავი, ესე მახსოვს. უყურეთ მე რომ ამხელა წონა მაქვს, ეს იმას ნიშნავს რომ მე ჭამა მიყვარს. შესაბამისად, კუჭის ხო უფრო დიდი მექნება, იმიტომ რომ დიდი წონა მაქვს და შესაბამისად უფრო მეტიც ჩაეტევა ჩემს კუჭში. მოკლედ, ჩემი კუჭის იმედი მაქვს ხალხო. როგორც გითხარით, დღევანდელი ვიდეო იქნება განსხვავებული, რადგან მე და ქრისტი ჩვენით ვერ ავარჩევთ ვერანაირ კერძს და აბსოლუტურად ვიქნებით დამოკიდებული ბედ იღბალზე. სწორად ამიტომ შევქმნით ესეთი რულეტკა, იღბლიანი ბორბალი, ანუ იღბლობის ბორბალი, რაც გინდათ ის დაარქვით, დავატრიალებთ და გავიგებთ რა საჭმელი შეგხვდება. და რა თქმა უნდა, ყოველი ჭამის წინ დავატრიალებთ, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს ვიდეო და მრავალფეროვანი იყოს ჩვენი კერძები. ქრისტი, მზად ხარ ამისთვის? კი. კაი, ვიცი რომ ცუდი ამოგივა. არა, ცუდი არ ამომივა, მე დარწმუნებული ვარ. ქართული კერძი. ან აზიური. ტკბილი შეიძლება. ისე ტკბილი დავიწყებდი მე სიამოვნებით, იმიტომ მე რთული არის ხოლმე ტკბილი შევადე. თავიდან მარტივია. კაი, უჭმელზე ცხარი, როგორ შეიძლება? არა, კუჭი
გამიუბედურდება. უზმოზე ცხარე არის ქრისტი, აი, სასწაული. ხო გინდოდა თავიდან რომ პირველი შენ დაგეტრიალებინა, ხო და ეგრე. აი იცი რა მინდა ამოგივიდეს ესეთ რაღაც რომ მე რო აგირშიო გიორგი რომ გეზიზღება ის რაღაც უნდა გაჭამო. აი რომ ჭამდე და თან ტიროდე რომ არ მინდა მიჭამა. აი ეგეთ რაღაცა მინდა. არა მომივა ეგეთი რაღაცა, აი დააკვირდი სტარტ. და მე ამო მივიდა. აი ქართული თვა გიორგი მე არ გაპატიებ ამას. ხო, რა მიგებრიო? ხორცეული ყველაზე მეტად მინდოდა ხორცეული. აუ რამე გემრიელს ხორცი. არაფერს არ დაატრიალებ თავიდან ქრისტი ცხარე. სუსტი კუჭი მაქვს, ძალიან სუსტი კუჭი გაქვს? აი წამას დავლებ და ისე შევჭამ. რა გეტყობა სუსტი კუჭის ქრისტი? ეს 7 ტონა ვის ელაპარაკება, ერთი ვერ გავიგე. ნუ კი რო ისუნთქა, უკან გამოდის ეს ქონები რო იცოდე. არ ვისუნთქავ, ეგეთი ვარ ტანა. ხო, ეჭიდოთ ხოლმე. აი შენ რო გამოისუნთქვა ის ღერები რო გამარდება, პიტერ ლინზას მოხდება და გახვრიტავს. ტყუიას ავითარი. გადატენილი იარაღივით ხარ ვის ელაპარაკობს ნამდვილად? შენზე. ვინ ჩემზე ქრისტინე, მე არ ვარ ეგეთი. სამ ჩემ ცხარე საჭმელს შევჭამ და გითხრათ რომ გვაქვს კიდე ერთი წესი. შეგვიძლია დავლიოთ ნებისმიერი სითხე, ნებისმიერი რაოდენობით. ამიტომ მე გადავწყვიტე რომ დავლიოთ ტკბილი სასმელი, რომ რაც შეიძლება გავსუქდე, იმიტომ რომ ტკბილი ხო ასუქებს. გვერდებში წამივარ, დავმძიმდები და გიორგისაც მოვუგებ. თან ძალიან ბევრ საჭმელსაც შევჭამ. ყველაფერს დავიკავებ მუცელში. ასე ვიქნები. სამგული არ წამივა. სასწორწო კი არ უნდა დავდგე, უნდა დამაყენონ. აი ესე უნდა ვიყო. ჩემი აზრით ქრისტის ტაქტიკა არის სისულელე და ახლა გეტყვით მე რატომ არის სისულელე ქრისტის ტაქტიკა? იმიტომ რომ ტკბილი სასმელის დალევა ბევრის არის შეუძლებელი, მით უმეტეს თუ გაზიანი დალეა და ამიტომ მე ჩემ ტაქტიკაში გადავწყვიტე რომ დავლევ მხოლოდ და მხოლოდ წყალს და ისიც მხოლოდ და მხოლოდ ჩელენჯის ბოლოს და რატო იცით ჩელენჯის ბოლოს? იმიტომ რომ მე რომ მთელი ეს პერიოდი დავლევო წყალი ფიზიკურად კუჭი გამევსება და საჭმელს ვეღარ შევჭამ. შესაბამისად ვეღარც მოვიმატებ და სწორად ამიტომ დავლევ წყალს, ძალიან დიდი რაოდენობის წყალს ჩელენჯის ბოლოს და ასე ვთქვათ ცოტა ვიმაიმუნებ და ამითაც მოვიმატებ წონას. კომენტარებში დაწერეთ ვისი ტაქტიკა არის უკეთესი და ახლა წავედით გემრიელობები მივირთვათ. ნუ მე გემრიელობები და ქრისტიმ რაღაც ცხარე კუჭის გასახმობი. აი ისეთი ცხარე მინდა რომ ადამიანმა იტიროს. რომ ერთ ლუკმაშიც. მაინც სასწრაფოში დარეკი, უკუთმა ვერ გაუძლოს და გაიხეს რამე მომივიდეს. ანა მომიბრუნდეს საერთოდ სიმწარისგან. აი ყველაზე ხორციანი რა გაქვს? აი ყველაზე ბევრი ხორცი რა იყოს? აი შაჰის ასორტი, ხო? ან შაჰის ფლავი. აქ არის ბრინჯი, სამი კაბაბი, 10 ცალი დოლმა ვაზისპოტით და თავისი ხორცით არის პლავი. აი, მოდი ჩვენ ხორციანი გვინა ეხა ამჯერად, ამიტომ ეს შაჰის ასორტი მინდა ერთ სად. ნახოთ რა იქნება, წესი ძალიან ბევრი ხორცია. მადლობა დიდი. მოკლედ იმდენი ხორცი ავიღე რომ მგონია რომ საერთოდ მთელი დღე კი არა მთელი თვე ვეღარ შევჭამ. ძალიან ბევრი არის. მედი ისე ცხარი არ იქნება. ვერ დაწვენი გადავყარე პირდაპირ ყერში. კრევატების წვნიანი ავიღე. ვიფიქრე რომ კრევატები უცოტა განეიტრალებდა, მაგრამ წვენი დავლიოთ, ყველაზე ცხარე ეგ იქნება. აი მე ღმერთო რა ცხარეა. კუჭები, ყელი, კუჭი, აი ეგ ბოლომდე მთლიანი საყლაპავი, ყველაფერი რაც მაქვს მეცვის. ვეცდები ახლა ბოლომდე შევჭამო და ვნახოთ რა გამომივა. მე მართლა ჩემსას ვეცდები ხალხო, ძალიან ცხარეა, არ არის ეგეთი მარტივი. ტკბილი კიდე შეიძლება, ცხარე მოკლავს. მოკლედ როგორც მიხვდით, მე შევუკვეთე უზბეკური სამზარეულო, არ ვიცი როგორ უნდა მივხვდრილიყავით, მაგრამ მაინც და შევუკვეთე სუხორცეულობა, აბსოლუტურად სუხორცეულობა და სუნზე სიმართლე გითხრათ ძალიან მომწონს. ამიტომ ახლა დავაგემოვნოთ ეს ხორცეულობა და გავიგოთ მართლა გემრიელი არის თუ არა და სიმართლე გითხრათ საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა გემრიელი იქნება თუ არა. მთავარია რომ გავსუქდე, ერთ დღეში გავსუქდე. პირველ დავაგემოვნოთ ესეთი უცნაური, მწვათს დაუძახებ, მოდი ესე ვიტყვი. აი ამ ხორცს დავაგემოვნებ პირველ. აუ რა გემრიელია. რიცი ხორცია ნამდვილად არ ვიცი და იმედია რომ ცხენი ან რაღაცა ეგეთი არ არის. არ ამგონია ყოველ შემთხვევაში, უფრო ძროხა მგონია. მაგრამ ძალიან გემრიელია. შემდეგი. ამას უყურეთ უბრალოდ რა ნაჭერია, ვაიმე. დნება პირში ხალხო, დნება. შემოვაცალოთ და გავსინჯოთ. აუ, ნახეთ. ამაზე გემრიელი უბრალოდ რა უნდა შემხედრო, ხორცეულობას არ ჯოგეს საერთოდ არაფერი.
შემდეგი და რომელიც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს არის აი ეს რაღაც უცნაური ფორმის მწვადი თუ ხორცი თუ არ ვიცი რაც არის მოკლედ. აი ესე ჩამოვიღოთ და გავსინჯოთ. ყველაფერი გემრიელია. ესე გეტყვით რა, ქართულ მწვადს აქედან არც ერთი არ გავს, აბსოლუტურად სხვანაირი გემო აქვს, მაგრამ აი თავისებურად გემრიელია რა, ვერ შეადარებ ქართულ მწვადს. მოკლედ ახლა ვეცდები რომ ეს ყველაფერი ბოლომდე შევჭამო, იმედია რომ გამომივა და ეგ იქნება და ეგ, მოკლედ წავედი უნდა ვჭამო არ მცალია. ვეცადე რომ მაქსიმალურად ბოლომდე მეჭამა, უბრალოდ იმდენად ცხარია რომ არ შემიძლია, ბევრი კერძის აღებაც მინდოდა, მაგრამ ცხარას ვერ შევჭამ. ან როგორ შეიძლება შეჭამო ბევრი რაღაც ცხარე. კუჭი როგორ მეწვის, ესე მიდუხს, ესე ორთქლი ამომდის პირიდან. არ შემიძლია მეტი სჭამა. მართლა არ შემიძლია, ძალიან ცუდად ვარ. ექიმი გამომიძახეთ, მართლა კუჭი გამეხრიტა სადღაც ჩადის ქვევით. კოჭებში ჩამივიდა ცხარე წვნიანი. მოკლედ პირველი ჭამა ხალხო დავამთავრე და როგორც ხედავთ, სულ დამრჩა აი ესენი. ანუ რეალურად ერთი შამპური დამრჩა და ნუ ცოტა ეს რაღაცა ქონეულობა ასე ვთქვათ. აი ესენი. რამდენია 2, 4, 6 შამპური შევჭამე ასე ვთქვათ რა. სხვა შორის ყველაფერი კარგი იყო, ყველაფერი მომეწონა და კუჭში სხვათა შორის ადგილიც მაქვს. ამიტომ იმედები ძალიან დიდი მაქვს რომ გავიმარჯვებ. წავედით ახლა დავატრიალოთ კიდევ ერთხელ ჩვენი იღბლიანი ბორბალი და ვნახოთ ვის რა ამოუვა. დადგა შემდეგი რაუნდის დროს და სანამ გავიგებთ რა საჭმელები შეგხვდება მე და ქრისტის, მანამდე ქრისტი მითხარი, როგორ გზნობ თავს, აბა როგორ აჭამი, როგორ ჭამი, როგორ ამდენად სარიელი ხარ, ხო? ეგ სხვათა შორის არის არასამართლიანი, იმიტომ რომ ამოგივა რომ ცხარე უნდა ჭამო, რაც შეიძლება ბევრი ცხარე. იმიტომ ვერ შევჭამე რომ ჯერ ერთი ცხარია და მე კიდე კუჭი მეტკინება და კუჭს ვერ გავიღიზიანებ. რა გინდა რომ ამჯერად ამოგივიდეს? ტკბილი. დაიცა, ტკბილი ამომივა მე, ქრისტე, იმიტომ რომ მე მინდა რომ ტკბილი ამომივიდეს. ახლა ხორცეულის მერე რამე კაი ტკბილს, აი რა ჯობია, არაფერი არ ჯობია, ხო? არაფერი, ხოდა მე ამომივა. პირველი მინდა ატრიალებს. შენ დაატრიალე. მე დავატრიალებ, დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული. მე ვიზა. აი მეორედ უშვებ იგივე შეცდომას, ქრისტე, პირველი შენ ატრიალებ. ეხლა სამოგივა ძალიან ცუდი, აი ნახე. ტკბილი. და ქრისტის ამოუვიდა. არა, რა გთხოვ? გადავრჩით. აზიური საჭმელი. აუ, აი როგორ იყო, ტკბილზე გაჩერდა და სხვა შორის წეღანას დაახლოებით აზიური ჭამი, ხო? ხო. კარგი. აუ, ტკბილი მინდოდა. აი უყურე რა მარტივად უნდა მოგივიდეს ტკბილი. კაპ. ვაფშე ზედაც არ უნდა უყურე, მე დარწმუნებული რომ ტკბილი ამოვა. აი 100% დარწმუნებული. თავარია რომ ირწმუნო შენი თავის. ცომეული. აუ რა ცომეული. აი ეგრე. შეხო არ გინდა რომ მე ტკბილი ამომსლოდა. ხო, კიდე ცომეულში არ შედის ტკბილი, ანუ ტკბილი ცომეული არ ქრისტი, ცომეული არ არის ტკბილი. მაკარონი იყო, შეგიძლია აზიური რაღაცა ატრები ეყაროს, ალტრია ჭამო, რა ვიცი, მოკლედ მაკარონი, პიცა, რაც გინდა ის იყოს, ცომიერიოს. ანუ ცომისგან უნდა იყოს. ესე რა მაინდა შენ ცომეულში გადიხარ? კაი. ვსო. კეფიცები ჩაგარტყო და აი ესე იქნები, ხო? აი ეს არის ხოლმე ჟელატინი რო არის, ესე რო ქანაობს, აი ეგრე იქანავე. კარგი, სანამ მე და ქრისტე ახლა წავალთ და დავაგემოვნებთ შემდეგ კერძებს და უფრო გავსუქდებით, ისედაც არ გვიკლება, მაგრამ კიდევ უფრო გავსუქდებით. მანამდე აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი და რაც მთავარია, დაწერე კომენტარებში, რომ გიორგი, ქრისტი წადი და ტყეში გადარჩენა კიდევ ერთხელ გადაიღეთ. იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ მართლა გრანდიოზული რაღაცა გვაქვს მოფიქრებული ტყეში გადარჩენისთვის და გვინდა რომ გადავიღოთ და თქვენი გვერდში გდგომა გჭირდება, ამიტომ ძალიან ბევრი კომენტარი დაწერეთ ეგეთ და ძალიან ბევრმა ხალხმა გამოგვიწერეთ ამისთვის. მე იცი რა მაქვს, ხო, აუცილებლად გამოგვიწერეთ და მე იცი რა მოვიფიქრე. ტყეში გადარჩენაზე როცა წავალთ, გიორგი დავტოვა გლებთან. კი, აუცილებლად, მე დავრჩები გლებთან. მოვედი აზიური საჭმელის საჭმელად. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო აზიური საჭმელი არის სუში. სუში ყველაზე მეტად მიყვარს. და ძალიან საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე. ახლა შევიდეთ, დავსხდეთ და განახებთ რატო არის ესეთი საინტერესო. შეხედეთ, როგორი საყვარელი ადგილია. სუშები დადიან თავისით. შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ და შეჭამოთ. ანუ სულ ყველა გადმოილაგოთ და სულ ყველა შეჭამოთ. მთელი მუღამი იმაშია, რომ ლოდენი არ გიწევთ, პირდაპირ მოკიდებთ ხელს, დაიდებთ და შეჭამთ. ანუ აღარ ლოდებით არავის და არაფერს. არ მომწონს ესეც არ მომწონს. ყველით ახლა სუში ყველით აი ეს იყოს ერთი ლამაზო ფილადელფიას გავს. კომენტარში დაწერეთ ეს რაღაცა ბალახი ვის გიყვართ, საერთოდ რატო ჭამთ, რა მოგწონთ, რა არის მაგაში გემრიელი, არაფერი არ არის მაგაში გემრიელი. ახლა ავიღოთ კრემიანი ფილადელფია. მიხვდებოდით რომელი მიყვარს ყველაზე მეტად. და ამას ავიღებ. კაი, მოდი ჯერ ამეებს შევჭამ. და მე თუ მომინდება კიდე დავამატებ. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სომეულობიდან რა უნდა დამეგემოვნებინა და საბოლოოდ გადავწყვეტე რომ აი ესეთი პიცა ამეღო, 4 ყველის პიცა. მე მგონი სომეულობაში გადის, რა ყველეულობაზე მეტად მე მგონი სომეულობაში გადის ეს პიცა. ისიც ვიფიქრე რომ რამდენიმე სახის პიცა ამეღო, მაგრამ რახან წეღან ძალიან ბევრი ხორცი ვჭამე, ეხა ფიზიკურად არ ჭამეთევ. ამიტომ ვეცდები რომ ერთი პიცა ბოლომდე შევჭამო. და კიდე ესეც სასმელი ავიღე, რომელსაც აღმოუჩინე ძალიან დიდი უცნაურობა.
აი ამ საწრუპებს როცა ჩაყობ. ნახეთ. რა მოძდის უბრალოდ. აი ამ საწრუპებს, არ მენტოსის ეფექტით არის მე მგონი ეს საწრუპები. ყველაზე უცნაური საწრუპი. აჰა. კირი ამოდის. ვაიმე დედა. ვაიმე. ფაჩორის პიცა ძალიან კარგად გამოიყურება. ძალიან ბევრი ყველია. თითქოს ისე ჩანს, რომ ქრისტიმ ძალიან ცოტა ჭამა, მაგრამ დამიჯერეთ, აი ქრისტეს იცით რამდენი ჭამა შეუძლია, ანუ აი ჩვენი ვიდეოები ხო გინახავთ, რომ ვეჯიბრებით ხან ხინკლის ჭამაში, ხან მწვადეს ჭამაში და ხარაში და ანუ სხვა რაოდენობის ჭამა შეუძლია და ეს ეხა ვითომ რომ მორიდებული ვით არის, დამიჯერეთ მეორე რაუნდში შეიძლება თავი მომაჭამოს. ამიტომ ვცდილობ რომ მაქსიმალურად ბევრი ჩავიტენო. კიდევ კაი ის ხარე ბოლომდე არ შევჭამე და ბევრი არ ვჭამე და ბევრი არ შეუკვეთე საერთოდ. ამას ვერ შევჭამდი. ამას შევჭამ ძალიან ბევრს, ბრინჯი არის, ბრინჯი ასუქებს, ბევრს თუ შეჭამ. და კიდე რავი, соуსები ყველაფერი არ ვიცი, გაზიანსაც ჩავუშვებ, რავი, გადავსკდები. ოპ, ზერო, მაინც. კალორიებს ავითვლი. იმდენად სუდი პიცა აღმოჩნდა ხალხო ეს, რომ ამის ჭამას აღარ ვაპირებ უბრალოდ, ანუ მართლა სუპის გემო, ანუ პიცის გემო ამას არ აქვს, სუპის გემო აქვს მართლა, რაც უნდა უცნაური იყოს, პიცას აქვს სუპის გემო. ძალიან ბევრი ყველი აქვს, მაგრამ ძალიან უგემური ყო, არაფერს ჩალას შეჭავ. ხო და ეხლა რისი მუღამი მაქვს? აი ხო გინახავთ რაღაც ვიდეოებში, აი იმას რომ გადაახვევენ ხოლმე და ისე ჭამე და მოდი ეხლა ერთ ნაჭრად გადავახვიოთ და ისევ ჭამოთ. აი ეს, ერთს ვუკვენ მაინც რა. აბა, გაგიმარჯო. მაინც არაფერს გემო არ აქვს, მაგრამ შემეძლება რომ ვთქვა. პიცა მაქვს გადაკეცილი და გადარწმული. 5 თებში შეჭმა შევძელი და დამჩა ბოლო ლუკმა. ამასაც შევჭამ და ცოტა ხანი ტაიმაუტს ვიღებ, იმიტომ რომ მართლა არ შემიძლია უკვე უკან ამომივა ყველაფერი. მე მართლა როგორც აქამდე ვთქვი, დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ. შეხედეთ ხო 5 თებში სუში შევჭამე. მე როგორ ვერ უნდა მოვიგო თან გიორგისთან ოშერს მოგებული მაქვს იმდენი რაღაც მაქვს ნაჭამი ერთ ჭამაზე ერთმა შეჯიბრი გქონდა რომ აი საერთოდ ადამიანი ადგა და წავიდა всё დაყარა ყველაფერი და всё აღარ შემილიაო და წავიდა და მე მოვიგე როგორ ვერ მოვიგებ ეხლა გავიდა ორი რაუნდი და დადგა ჩვენი აწონვების დროც რომ გავიგოთ შემდეგში რამდენი უნდა ვჭამოთ რომ გავიმარჯვოთ ქრისტი შენ როგორ ფიქრობ აი რამდენს მოიმატებდი დაახლოებით კილო ნახევარი დავიჯერო რომ მაგდენი ჭამე ქრისტი აი მე დარწმუნებული ვარ რომ 1-20 გრამი დარწმუნებული ვარ რომ 2 კილოგრამი მოვიმატე რა შეჭამია დავიწყოთ აწონვა დავიწყოთ აწონვა დაიწყე ქრისტი აწონვა და ვნახოთ აბა რამდენი კილოგრამი მოიმატე რამდენი იყავი წინაზე ზუსტად 66 და 95 ანუ 950 ხო კაი 66 და 950 იყავი და შენ ხარ 67 და 550 ანუ 600 გრამი გაქვს მომატებული რა არაფერი არ გიჭამია ქრისტი წყალი მაინც დაგელია რომ რაღაცა ჩაგვთლობა არა 1 კილო ნახევარი მაინც მაქვს მომატებული რაღაცას უბერავს ეს არასოდეს ხედავთ რამდენად სუსტი არის წონის მომატებაში გადმოდი აქეთ გენცოდე გადმოდი აი ერთი ვნახოთ შეიძლება გიქნება მომატებული გიორგი 2 გრამი არ შეგეშინდეს იმდენი მაქვს მომატებული რომ მორალურად დაგაგდებ ქრისტო შემდეგ რაუნდებში აღარაფერს აღარ შეჭამ მე წინაზე ვიყავი როგორც გახსოვთ 99 და 900 ეხლა დავდგე და ვნახოთ და 90 და 300 მეხუმრები 400 გრამი მოიმატე 400 გრამი რანაირად მოვიმატე ამდენი ჩემზე ცოტა მოიმატა არ არსებობს მე 600 არ არსებობს მარტო სასმელი დავლი რამდენი იცი დადგა მესამე რაუნდის დრო და ახლა გავიგოთ ვინ რას შეჭამს ქრისტი გავხსნი ახლა მე ისე ჩვენს ბედის ბორბალს და დავატრიალოთ დავატრიალოთ თქო შენ დაატრიალე პირველმა არა პირველი მე რატო დავატრიალო ვერ გავიგე იქნებოდა ტკბილი მე მე ამომივიდეს არა მოგივა დარწმუნებული ვარ რომ პირველი ამომივა ტკბილი მე შენ ჩარტი აპლიკაცია პირველი დააჭერს დავაჭირო შენ დააჭერე არა კარგი ტკბილეული გთხოვ ეგ რო ამოგივიდეს ტკბილეულად კარგად გასულ ეგ რო ამოგივიდეს გიორგი ჩათვალე რომ მკვდარი ხარ მეორე დააჭერე ბიჭო მესამე რაც გინდა ამომივიდა არა არ გეთვლება თავიდან დააჭირე არაფერზე არ დამიჭერია მეორე დააჭირე არა რანაირად ატრიალდებოდა ეგრე სწრაფად ხელებს მოგტეხ შეესწავლს ვისაუბრ არ დამიჭერია არ გენდობი და არ დავატრიალო ქრისტი უსამართლობაა რატო არის უსამართლო რატო და ეს ამომივიდა რაც გინდა ამომივიდა არა მგონი ხელით გადაწი თუ ხელით გადავწია ისა უბრალოდ გეხუმრე ქრისტი ნეტა ამოგივიდეს რომ მე აგირშიო საჭმელი არა განახებ მე არა აი ესე განახე გოგო არა და ქრისტის ამოვიდა
ოპონენტი გირჩევს, აი ღირსი ხარ, ესეთი დამოკიდებულების გამო ამოგივიდა ყველაზე ცუდი. და ეხლა მე აგირჩევ, შენ რა უნდა ჭამო? ქრისტი, მოკლედ მოვიფიქრე, ჯერ მე რა უნდა შევჭამო და შენ რა უნდა შეჭამო, ეგეც მოვიფიქრე. ანუ თან ძალიან კარგი რაღაც მოვიფიქრე. პირადად მე შევჭამ ეხლა ტკბილეულობას და რატო შევჭამ ისი ტკბილეულობა? რატო იყურები ესე ქრისტი? ანუ ტკბილეულობას იმიტომ შევჭამ, რომ მე შეიძლება მე აღარ ამომივიდეს ტკბილეულობა და ტკბილეულობის ჭამა ძალიან მინდა. იმიტომ რომ გასუქებაში ეხმარება ადამიანს, განა უბრალოდ ტკბილეულის ჭამა მინდა. იმიტომ მინდა რომ გასუქებაში ეხმარება ადამიანს. და არ გაინტერესებს შენთვის რა მოვიფიქრე? ხო, რაღაცა ისეთი უბედური ხორცი იქნება. შენ ხო ტკბილეულობა გინდოდა? ხო. აი ხო ძალიან გინდა რომ ჭამო. და მე ხო მოსიყვარულე ქმარი ვარ და ხო მინდა რომ შენ ყველაფერი კარგი ჭამო. ხო. ხო და რასაც მე შევჭამ ტკბილეულობას და არა, ნარჩენები რაც დამრჩება იმას შენ შეჭამ. ჭმა ბედურებას. გოგო, რაც დამრჩება, ნარჩენები შენ შეჭამ. რატო უნდა შევჭამო ნარჩენები? ღორი ვარ. უყურე, ჩელენჯი არის. ღორი არ ხარ ქრისტი, მაგრამ გოჭი შეიძლება. არა, ქრისტი, არც დაგუშუნა ხარ, არაფერი, უბრალოდ ჩელენჯია ესეთი და მე მინდა რომ რაც დამრჩება ის შეჭამო. საჭმელი არის? ხო, არის. всё, რაც დამრჩება იმას შეჭამ. გასაგებია? კი ბატონო. თან ტკბილი ხო გინოდა? კარგი. ხედავ როგორ მიყვარ ხარ. აი გიორგი, ერთ კვირაში რომ გაიღვიძებ, ფეირო და გავისყლება ყველაფერი გადაბმული წარბები გექნება და მაგას ერთი კვირა ვერ მოიშორებ. აი მე რომ ნახოთ, აი ნარჩენები საჭმელები. რატო რას მიზავ ერთ წარ მაინტერესებს. მარკერი დაგახატო, გადაბმული წარბები გექნება. არაფერი პრობლემა არ არის ეგ. როგორც გითხარით, მე უნდა მეჭამა ტკბილეული შესაბამისად მოვიარე ძალიან ბევრი ადგილი და სხვადასხვა ტკბილეულები ავიღე. პირველი არის აი ესეთი თანთალა კატა, ეს იმიტომ ავიღე რომ ქრისტის გავსა ესე თანთალებს ქრისტიც. მეორე არის ტკბილი როლები, რომელიც არასდროს გასინჯული არ მაქვს. გასინჯული კი არა, საერთოდ გაგონილიც არ მაქვს ტკბილი როლები, ანუ სუში არის რეალურად ოღონდ ტკბილი. ასევე ესეთი ბაბლთისნაირი სასმელი და ამას არ ვიცი რა ქვია, ნაყინით არის რაღაც ვაფლი. ეხლა გავსინჯოთ და რაც დამრჩება ეს წვრილი ნარჩენები, მე ქრისტი მიხედავს რა. ისა და ვნახოთ, აბა ვნახოთ. სიმართლე გითხრათ, უფრო რაღაცა განსხვავებულს და განსაკუთრებულს ველოდი, მაგრამ რას უნდა ელოდე ჩვეულებრივი ბლინებია რეალურად ნუტელათი და ბანანი და მარწყვით, არაფერი განსხვავებული. შემდეგი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო. აი ეს თანთალა ფისო. მოდი ტრაკი მოვაჭამოთ. გამარჯობა. შოკოლადის ფისო. ხოჭოს გემრიელი რაღაცა. ვაი. არავის დაუნახია. შემდეგი გავსინჯოთ ჩვენი ვაფლი იოგურტით. მე მარტო იოგურტი მაინტერესებს რეალურად რა გემოზეა. აი ეს არის სასწაული. და საბოლოო, ჩემი უცნაური ბაბლთი, ესეთი ბაბლთი ჯერ არ დამილევია, რაღაც კრემოვანი სტრუქტურა აქვს. აი არ ვარ დამილევია, იმიტომ რომ არც არაზოს არ დავლევ, საერთოდ არ მომეწონა. რაღაც ეგ მოგძაღე. ამას საერთოდ არ დავლევ, ამას ქრისტის დაუტოვებ. გავაგზავნებ ახლა მე ჭამა სტანდარტულად, ამებს შევჭამ მაქსიმალურად, რასაც შევძლებ და ნარჩენები რაც დარჩება ახლა ქრისტიმ ჭამოს რა დაუყურა. რამდენად ულამოსოა, გიორგი, უბრალოდ წარმოგიდგენიათ, ნარჩენები დამიტოვა. ანუ მოაკბიჩა, მიკბიჩა, რაღაცა რაც არ ჩაეტია, დამიტოვა, რაც არ მოეწონა, დამიგდო. კი არ მინდა ეხლა რომ ნარჩენები ვჭამა, მაგრამ მინდა რომ ამ ჩელენჯში მოვიგო და მე ვიყო გამარჯვებული. ეხლა რა ვიცი, რატომაც არა. შევჭამ, არა უშავს. ნარჩენსაც შევჭამ. თან ტკბილეულობაა და ეხლა ტკბილეულობას ნარჩენები რო არა უშავს, მაინც გემრიელად ტკბილად ჩავა კუჩი. პირველი გავსინჯოთ ტკბილის სუში. ეს მაინტერესებს რა არ მოეწონა ამაში, პირველ რიგში. უნდა აურიო. მე სოფიკო. რა არ მოგეწონა? გემრიელია, ბიჭო. არ გაქვეში გემო. მე ამას დავასრულებ და მანამდე კიდე შემდეგი რაუნდი. დადგა ძლივს საბოლოო ღმერთო ჩემო, რა ცუდად დაეცა. დადგა საბოლოო რაუნდის დროც და ეხლა გავიგებ, ვის რა საჭმელი შეხვდება. უბრალოდ ერთი რაღაც შევცვალეთ და რატომ? რახან ორივე ტკბილი უჭამეთ, უпроსტოდ მე ტკბილი უჭამე და ქრისტიმ ნარჩენები ჭამა. ხო, გადავწყვიტეთ რომ ტკბილი ჩაგვინაცვლებინა ბურგერებით. ანუ რეალურად დაგვრჩა იღბლიან ბორბალში ქართული საჭმელები და ბურგერები. შენ რომელი გირჩევნია ისე რომ ამოგივიდეს? ქართული. ქართული? ხო.
კი ბატონო, მეც ქართული მირჩევნი, ამიტომ დავატრიალოთ. მეთქი გავიყოფთ, მაგრამ არ გამოვიდა გაყოფა. აი უყურე? დააჭირე. და ქრისტეს ამოვიდა. ოვაციები, ოვაციები. ქრისტეს ამოვიდა, ბურგერები ამოვიდა. მე კიდე ქართულ შევჭამ, მაგრამ რაღაც საინტერესო და ვიპოვო. კარგი რა, რაც მინდა და არაფერი არ შემხვდა. გინდა დაგითმო? ხო. გითმობ, ქართულები იყო შენ. მართლა? აი გითმობ და ქართულები იყო შენ. ხედავ როგორი კარგი ადამიანი ვარ და შენ კიდე რაც სუდად ლაპარაკობ ჩემზე. არ მე საიდან და ნარჩენები რო დაგიტოვე, ჩემზე ცუდს ლაპარაკობ და ეხა გითმობ, ხედავ? შენი იყოს ქართული თუ გინდა. არ მინდა დაგითმე. კაი. მე ისეც ვიცოდი ქართული თუ შემხვდებოდა რა უნდა მეჭამა. წავედით მოკლედ ავარჩიოთ ქრისტე, ხა შენი ქართული არჩიე, მე ჩემ ბურგერებს ავარჩევ და მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ისევ და ისევ გეუბნებით 200.000-ზე ავიდეთ ხალხო, დავიღალეთ რა, დავიღალეთ ხო. ავიდეთ 200.000-ზე უცებ და თქვენთვის როგორც გითხარით, გადავიღებთ ტყეში გადარჩენას, თან გრანდიოზულ გადარჩენას. ოღონდ რა თქმა უნდა, ესეც კომენტარებში უნდა დაწერო. ხო, რო ტყეში გადარჩენა მინდა, გიორგი, ქრისტი. სწრაფად გადაიღეთ ტყეში გადარჩენა, რამდენი ხანი არ ყოფილა. დენი ჭამი რომ მეძინება. დადგა საბოლოო ჭამის დრო და ავარჩია ისეთი განსხვავებული აჭარული. არის ისპანახით, კიდე რაღაცა соусით და პამიდრით. ანუ მოკლედ განსხვავებული აჭარული ხაჭაპურია და ძალიან მაინტერესებს როგორი გემოსია. უმი როგორი თხელია? და მიცი ის სუნია? ხომში რო ვდებდი ხოლმე, ბავშვობაში ხომში შუაგულში წიტნის და ჭინტი ყველის ვაიმე. ვაიმე მაგის სუნი აქვს. ეხლა გემო არ ვიცი, მაგრამ სუნი აქვს. განსხვავებული გემო აქვს. სიმართლე გითხრათ, აჭარული მირჩევნია. ძალიან უცნაური გემოსი არის. გადავკრათ ჩვენი ტკბილი სასმელი. აი რომ ასპონსორებდეთ, არ დაგმალავდით. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მომწონდეს ეს და არ მომწონდეს, ის უნდა შევჭამა ბოლომდე. რომ მე ჯერ ვეღარ შევჭამ, ვერაფერს ვერ ვიზავ და წავაგებ და ამიტომაც ბოლომდე შევჭამ. საფუტკებსაც დავაყოლებ, გადავყლაპავ. ფულდება მგონი წყალში, სითხეში და რა ვიცი, წონა იქ ექნება. მთელი დღე ვჭამ და ალბათ ყველა მიხვდებოდით, რომ არანაირი საჭმლის შადება მე პირში არ მინდა, თუმცა არის ბოლო კვება, ანუ ეხლა არის ბოლო ჭამა და ამ ჭამით უნდა მეც გავიმარჯო. შესაბამისად ავიღე 2 ბურგერი, 2-ის მეც მაინც ვერ შევჭამ და 2-ს დრო შევჭამო, ეს უკვე მიღწევა იქნება. ერთი არის ალუბლით, მეორე არის მსხლით. ხო, შეიძლება გაგიკვირდეთ რატო არის ალუბლის და რატო მსხლით, მაგრამ ეხლა გავსინჯავთ და მივხვდებით. გემრიელი არის თუ არ არის და საერთოდ ღირს ამის ჭამა. აი გემრიელია, მაგრამ ახლა არ მომწონს. თუ ძალიან ბევრი მაქვს ნაჭამი. ალუბლის ბურგერი მაქვს ძალიან ბევრჯერ გასინჯული, მაგრამ აი მსხლით არასდროს არ გამისინჯავს. აი შიგნით ჩახედეთ, როგორია. ნახოთ, აბა უხდება საერთოდ ცხალი. მურაბა რო აიღო, აი მსხლის მურაბა და კატლეტს რო გადაუსვა. აი ზუსტად ერთ-ერთი მაგის გემო აქვს, რატო მოიფიქრეს ესეთი რაღაც არ ვიცი. მაქსიმალურად ვეცადე რომ ბოლომდე მეჭამა. მართლა არ შემიძლია. აი, სულ გემრიელი ყოფილიყო, მაინც ვერ შევჭამდი. თან არ არის გემრიელი, ჩაის გემო აქვს და რაღაცნაირია. არ მინდა ძალიან ცუდად შევაფასო, მაგრამ აი ნეიტრალურად ვაფასებ, არ მომწონს. უგემურია. თუმცა რახანეს ბოლომდე ვერ შევჭამე. 2 კილა ტკბილი სასმელი, გაზიანი სასმელი დავლიე. ვფიქრობ რომ გამბერავს და უფრო წონაშით მომამატებს. მეტი მართლა არ შემიძლია რაღაცა, ჩემი მაქსიმალური ჩავდე ამ შრომაში, ამ ჩელენჯში. ამიტომ მე მზადო რომ სასწორზე დიდი ციფრები დავწერო, გიორგის მოვგო, წავედით და ავიწონოთ. დავამართოთ. ვითომ გამხდარი გიორგი. ამის ვიჭამელი მე მეტი აღარ ვარ, უბრალოდ ფიზიკურად აღარ შემიძლია, იმიტომ რომ ერთი წუთი არა გავჩერებული ვარ მთელი დღის განმავლობაში, რომ რაღაცა პირში არ მდებოდა. თუმცა ამით ჩემთვის ჯერ ყველაფერი არ დასრულდა, იმიტომ რომ მე გითხარით ვიდეოს დასაწყისში, რომ როდესაც ყველანაირ ჭამას მორჩებოდი, ბოლოსთვის ზავლევდი დიდი რაოდენობით წყალს, იმისათვის რომ სასწორზე გამოვჩდე რაც შეიძლება მეტი. ამიტომ აქედან ახლა გავალ, ვიყიდი ჩემთვის წყალს და ვეცდები რომ რაც შეიძლება მეტი დავლიო. და მიუახლოვდა ჩვენი ჩელენჯი დასასრულს. ხალხო და როგორც თქვი, ახლა დავლევ აი ამდენ წყალს, ეს არის ლიტრა ნახევარი წყალი და ვეცდები რომ მაქსიმალურად ბევრი დავლიო, რომ მაქსიმალურად მეტი ავიწონო სასწორზე. ძალიან მარტივია, მე მგონი ყველაფერი და დავიწყოთ დალევა.
ცოტა გადამრჩა. ნახევარი უკვე დავლია და დამრჩა რა. ნახევარი დამრჩა. ესეთი რაღაც არავინ არ გაიმეოროთ. არ შეიძლება ამდენი წყლის ერთდროულად დალევა და მით უმეტეს ამდენი სჭამა. თქვენ ჯანმრთელობას არ ავნოთ. ჩვენ ვართ ექსპერტები და ვიცით რასაც ვაკეთებთ. სრულიად საკმარისია რომ გავიმარჯვო. თუ ქრისტე ამდენს ვერ დალევდა. ამიტომ ავუხურავ ახლა თავსახურს და წავედით ავიწონოთ. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა და ახლა უნდა გავიგოთ საბოლოოდ ვინ გაიმარჯვა და ვინ გახდა მსოფლიოში ყველაზე მძიმე ადამიანი ქრისტე. როგორ ფიქრობ გაიმარჯვე? ამ მომენტში ცოტა ხანი ვიქნები ყველაზე რა წვიმს? ხო, ძალიან წვიმს. ამ მომენტში ყველაზე მძიმე მე ვიქნები ცოტა ხანი და მე ვინც გინდა ის იყოს, შენ იქნები. შეგახსენებთ რომ ამის მერე რამდენიმე თვე დიეტაზე ვიქნებით მე და ქრისტე, იმიტომ რომ ძალიან მოვიმატეთ. 20 მინიმუმ 20 კილო მაინც უნდა დავიკლო. და დასასრული და ვნახოთ ვინ გახდება გამარჯვებული ქრისტე. აიწონი, აბა რა უნდა ქნა, მაგისთვის ვართ აქ. და ქრისტე არის 68 კილო და 50 გრამი. მე ვიყავი 66 და 950. სულ რაღაც კილო და 100 მოვიმატე ქრისტე, რა სამო? ლიტრა და რაღაცა მარტო წყალი დავლიე მე იცი? მიდი და დახტი, არ გატეხო უბრალოდ. და ახლა ნახავთ, როგორ იმატებენ ყველაზე მაგარი ადამიანები. აბა 91 და 750. 750, ანუ რეალურად კილო და 800 მოვიმატე ქრისტე, კილო და 800 ერთ დღეში და გამარჯვებულია გიორგი ტაში. არა. მე გეტყვი, იყო შენ ჩეთერი ხარ, რატო იცი? რა გოგო ჩეთერი. ყალი დალია ბოლოს. შენ ვინმე დაგიშალა? შენ რო დალია კოკაკოლა 1 ლიტრი? ნუ ეხა მე შენ მაგამდე ჩეთერი ხარ, ქრისტე, ჩვეულებრივი ჩეთერი ხარ. ამიტომ აქ ჩეთერულ თამაშში ჩეთერმა გიორგიმ გაიმარჯვა, გაიგე? კი ბატონო, კარგი. ვისაც ჩვენი ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად გამოგვიწერეთ, აუცილებლად დალაიქეთ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, გადაიღეთ ტყეში გადარჩენა. ხო, 200.000 გამოწერდეს, სწრაფად დავიდეთ, რაც შეიძლება. ხო. გაქვს კიდე რამე სათქმელი? არა, გაბრაზებული ვარ. მაზე ხარ გაბრაზებული, რომ წააგე მაგაზე ხარ გაბრაზებული. ჩემ თავზე ვარ გაბრაზებული. მართალი ხარ, შენი თავის გარდა არავის არ უნდა იყოს გაბრაზებული, იმიტომ რომ შენ წააგე, გაგანადგურე. всё, ხო? всё. всё. კარგად, მეგობრებო, კარგად.